მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს 2025 წლის 30 ივლისია. წლები გამირბის და უკვე აღარც მახსოვს, რომელი წელია. მაგრამ ახლა ამაზე არ მინდა ლაპარაკი მომენატრეთ. დიდი ხანი არ შეხვედრივართ და მინდა ვილაპარაკო იმ მთავარ თემებზე, რაც მაწუხებს საქართველოში. გახსოვთ, მე საქართველოს მოქალაქე ვარ, ვაპირებ მალე ჩამოსვლას და მინდა ვნახო, როგორ მუშაობს ფონდი შიგნიდან. მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი რიგზეა. ჩვენ ვაფართოვებთ ჩვენს შესაძლებლობებს და ბევრი ადამიანი ამას გრძნობს. დღეს ძირითადად ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, ვინც სიკვდილს ებრძვის, მაგრამ ნებისმიერი პრობლემა გვაღელვებს, ნებისმიერი. რა თქმა უნდა, ხშირად ხდება, რომ ცდილობენ მოგვატყუონ. ყველა სურს ნაღდი ფული, მაგრამ ჩვენ ნაღდ ფულს არ გავცემთ და ყველას ვთხოვთ არ მისცეთ. იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებსაც პატივს ვცემ და გულები და სულები, ვისთვისაც მე თქვენთან ვარ. ჩემო მეგობრებო, თქვენ, ვინც ქველმოქმედები ხართ, ხსნით თქვენს გულებს, მაგრამ ისინი ხანდახან ბოროტად სარგებლობენ ამით. ჯერ ერთი თუ მისცემთ 1000, ან არის ფონდი, რომელიც 2-300 აძლევს, გრინას არა, ლარს. უკრაინაშიც მუშაობ, იშვიათად, მაგრამ აძლევენ. ორი მეც მივეცი ახლახან. შეიკრიბნენ დალიეს იმ ადამიანების სადღერძელო, ვინც ფული შეაგროვა და დაივიწყეს ბავშვი, რომელმაც ხელი ჩაყო ადუღებულ ქვაბში. ღმერთო, გაითვალისწინეთ, რომ ყველა ეს ოჯახი მნიშვნელოვანია, მრავალშვილიანია და მათ ძალიან ჭირდებათ მშობლების დახმარება. და თუ მშობლები სიტუაციაზე კონტროლს კარგავენ, შეიძლება საშინელება მოხდეს. აი, ჩვენთან ბიჭი სვეტზე ავიდა, დენვა დაარტყა, დაიწვა თითქმის მთლიანად. მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავია, არ მინდა ახლა განწყობა გაგიფუჭოთ, მხოლოდ ერთს გეტყვით. ჩემი მიზანია თქვენი სული ღმერთს გავუხსნა. რადგან ჩემი პირადი გამოცდილებით მე ადრე ურწმუნო ადამიანი ვიყავი. ზუსტად ვიცი, რომ როგორც კი აჩვენებთ მას თქვენი სულის სიღრმესა და სილამაზეს, აი როგორც ეს ყვავილებია, იგი სწორედ ყვავილებით შეგხვდებათ იქ, სადაც შეიძლება ნებისმიერ წამს აღმოვჩნდეთ. ნებისმიერ წამს. არავინ იცის, რადგან უფლის გზები ჩამწდომელია. აი ახლა ავიღე ქაღალდი, სადაც მინდოდა თქვენთვის კიდევ ერთხელ მომეთქრო ჩემი ბედის შესახებ. რათა არც ერთ მათგანს, ვისაც დღეს ფული არ აქვს, არ დაწყდეს გული. მე უსახლკარო ბავშვი ვიყავი, მითხრეს, რომ ჩემი ბედი ციხეა, ასე ამბობდნენ ჩემი ბებოები, ჩემ სადარბაზოსთან. ლიდერი ვიყავი. ყოველთვის სხვა ბავშვებიც მოდიოდნენ ჩემთან. ბევრს ჩხუბობდი, ყოველთვის ვიცავდი სამართლიანობას. ვფიქრობდი, რომ სამართლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. და თუ სადმე ვინმე სცემდნენ გზაზე, მაშინაც კი როცა უკვე განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებზე გამომძიებელი ვიყავი, ერთხელ ჩემს კოლეგასთან ერთად დოვჟენკოს კინოთეატრს ჩაუვარეთ. ეს იყო სადღაც 1978 წელი. ხედავთ, 4 კაცი ურტყამს მიწაზე დაგდებულ ადამიანს. ვერ გავარჩიე, კაცი იყო თუ ბიჭი, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაგრამ 4 ფეხებით უსწორდებოდნენ. ის კი გუბეში ეგდო. მას ისეთი თვალები ჰქონდა, მეც მაშინვე გადმოვხდი მანქანიდან, ჰქონდა მოწმობა, მაგრამ არ გამოვაჩინე. ერთ სახეში მოვცხე ვიღაცამ ჩემთვის პასუხისგაცემასა და, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, დავშალე ისინი მოწმობის გარეშე. ამ ადამიანმა მადლობა არ მითხრა. არ ვიცი, ჩაიწერა თუ არა ეს ღმერთმა წიგნში. მაგრამ სულისთვის უდიდესი სიამოვნება მივიღე. რა თქმა უნდა, მე თანამშრომლები მეუბნებოდნენ, კოლეგა მოუყვა ყველას, რომ ეს სულელი ვარ, რატომ ჩავერიე, შეეძლოთ მოვეკალი? არა, არ შეეძლოთ. თუ კეთილშობილურ საქციელს ჩადიხართ, თქვენ ღმერთის დაცვაში ხართ. და ჩემი ფონდის მიზანიც ეს არის, რომ ყველას გახსოვდეთ, მეგობრებო. საქმე მხოლოდ კონკრეტულ დახმარებას ან ერთ ზედმეტ ტკბილეულს კი არ ეხება.
არამედ იმას, რომ ღმერთს აჩვენოთ თქვენი სული. როცა 53 თუ 54 წლის ასაკში ღმერთის წინაშე მუხლებზე დავდექი, ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი, სისხლი და ხორცი, რომელიც 10 წელი საშინელ ნარკოდამოკიდებულებაში იყო, ერთ დღეში განიკორნა. არადა დავატარებდი ამერიკაში, შვეიცარიაში, სად აღარ მყავდა წაყვანილი. აუხსნელია ეს ყველაფერი. დღეს ხარ მდიდარი, ხოლ შეიძლება სრულიად სხვაგან აღმოჩნდე. და აი რა არის საინტერესო. მახსენდება ახლა, რომ ჩემი ყველა გამოსვლა ექსპრომტია. როცა კიევში უსახლკარო ბავშვების პრობლემებით დავკავდი, გახსოვთ, მე ამას გიყვებოდით, ამაზე 40 მილიონი დოლარი დავხარჯე. მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვინც ქველმოქმედებით იყო დაკავებული, მაგრამ ეს სულაც არ იყო ის, რითაც დღეს საქართველოში ვარ დაკავებული. სულ სხვა რამე იყო. მაშინ კიევში უბრალოდ ყველა უსახლკაროს ვყვებავდი და 200-ით ნაკლები ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ევრონიუსმაც გააკეთა განცხადება. როცა მოვძებნი, გაჩვენებთ იმ გადაცემას. ის ჩემს საქმიანობაზე ყვებოდა. იქ შევხვდი, ვის აღარ შევხვედრილვარ. საკუთარი საგამოძიებო სამმართველოს უფროსიც კი ვნახე იქ. რამდენად ამაყი ადამიანი იყო. დიდი ხელფასი ჰქონდა. Манкана. Машина под попой. Да. И власть. ძალაუფლება, გიჟური. მინდოდა მასთან მესაუბრა. მეკითხა, როგორ აღმოჩნდა იქ. არ ვისაუბრეთ. სხვა შემთხვევაც იყო. დედაჩემის მეგობარი, დეიდა ვერა. ძალიან შეძლებული ოჯახიდან იყო საბჭოთა პერიოდში. ხშირად რჩებოდი მათთან ღამით და სწორედ იქ ვნახე მისი შვილი. სიმპათიური ბიჭი, ნამდვილად ლამაზი. ებრაელი იყო დედის მხრიდან. მამა კი ფსიქიატრიის პროფესორი. და მაინც ის არ შევიდა სასადილოში საჭმელად. გიყვებოდით ხომ, რომ ეს ადგილი თითქმის სასახლეს გავდა. ეს იყო ქარხანა, რომელიც მე მეკუთვნოდა და ქარხნის ნახევარზე მე ავაშენე ქველმოქმედების კუთხე. კომპიუტერული კლასი, სყიდვალე საკვები, ისეთი როგორიც ზოგ რესტორანშიც კი არასდროს ყოფილა. ყველაფერი იყო იქ. საშყაპეები, ტუალეტები, ტილებისა და პარაზიტების საწინააღმდეგო მოწყობილობები. სარეცხი მანქანები, რომლითაც დასაცმელი ირეცხებოდა ცალკე 6 თანამშრომელი ექიმები და საოცრად მდიდარი ბიბლიოთეკა. უზარმაზარი ბიბლიოთეკა იყო, რადგან კიეველებს სიყვარულით მოჰქონდათ წიგნი ფონდში. მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ხვდებოდით, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო უსახლკაროებთან შეხვედრა, საუბარი მათთან. დიახ, წიგნები მოჰქონდათ, ბებიებს კი მურაბები. და მე ბედნიერი ვიყავი, მაგრამ იქ სხვა მიზანი იყო. ის ადამიანები იყინებოდნენ, ჩვენთან ზამთარი ძალიან ცივია. ეს იყო ღვთისმსახურება, თხოვნა, ეჩვენებინა სასწაული. და მან მაჩვენა. ყველაფერი შეიცვალა ირგვლივ. საქმეები წინ წავიდა უმაღლესი დონე. ის იყო მდიდარი, ლამაზი და კარგად ჩაცმული. ამერიკიდან იყო ჩამოსული. მოვიდა ჩემთან, როცა მე 40 უსახლკარო ადამიანთან ვსაუბრობდი სპეციალურად მოწყობილ დარბაზში. იქ იყო მღვდელიც, მე მათ ღმერთზე ესაუბრებოდა და დავინახე, რომ ის ბიჭი მორიდებულად უკან გაყვა მას, არ დარჩა საჭმელად. წავიდა. მე ვკითხე ავტომატებიან დაცვის თანამშრომლებს. ისინი სულ თამდევდნენ თაღლითები. მაგრამ მე სახელმწიფო დაცვა მქონდა დანიშნული. და იპოვეს ის. მომიყვანეს. მეუბნები. მისმინე ედიკ, რა გჭირს? მიპასუხა, იცი, დღეს არ მინდა ჩემს საყვარელთან წასვლა. ის საყვარელთან ცხოვრობდა, ბინა არ ქონდა, საერთოდ არაფერი. ჩავიდა ამერიკაში, ვერაფერი იშოვა, დაბრუნდა ღარიბი. მერე აღმოაჩნდა კიბოს მეოთხე სტადია.
Ну все. Я как услышал ეს რომ эту მოვისმინე историю, и он და достает книжку, ამოიღო რაღაც читает, ჩინური წიგნები, как излечиться როგორ от უნდა рака განიკურნო каким-то კიბოსგან созданным საყოველთაოდ китайским чаем. უცნობი ჩინური ჩაის მეშვეობით. Ой, не смешно. სასაცილო არ არის. поселил его მის ჩავასახლე. был тогда მაშინ იყო американский центр ამერიკული ცენტრი для მომაკვდავი ადამიანებისთვის. умирающих. Я вот все ищу его ახლაც в Тбилиси. ვეძებ Он მსგავს должен ცენტრს быть. თბილისში. Если кто знает, უნდა сообщите არსებობდეს мне, თუ ვინმეს пожалуйста. რაიმე И ინფორმაცია не გაქვთ, забудьте გთხოვთ подписаться и შეგვეთხოვინოთ. нажать на колокольчик. და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი. 74 года ზარის молодой ღილაკს человек დააჭირეთ будет ითი. уведомлен, 74 что წლის ვარ. мне ეს очень ზარი тяжело შეგახსნებთ даются с ჩემს каждым გამოსვლებზე. днём преступления. ღითი დღე უფრო და უფრო მიჭირს გამოსვლა. Правда. მართლა, მართლა. Да. ხო, Ну и Да, я სწორედ его იქ поселил в ჩავასახლე этом, იმ კეთილშობილ благородном დაწესებულებაში. заведении, правда, пришлось платить მართალია თვეში 1500 დოლარის გადახდა მომიწია, потому что это были რადგან ჩვეულებრივი обычные უკრაინელი украинские თაღლითები люди. იყვნენ იქ. ამერიკას Америка ასეთი ничего не брала за დახმარებისთვის эту помощь, ფული არ а они აუღია, брали მაგრამ ისინი იღებდნენ наличными თანაც деньгами. ნაღდი Ну, там ფულით. была и церквушка. იქვე პატარა ეკლესიაც В იყო, общем, там он и საბოლოოდ умер. სწორედ იქ გარდაიცვალა. Приехала ცოლი жена ჩამოვიდა на დაკრძალვამდე похороны, რამდენიმე и, დღით ну, ადრე. до похорон. მისი За несколько შვილებიც дней. მოვიდნენ. И дети его ორი приехали, ქალიშვილი. две дочери. Ну, в общем, რა უნდა ვთქვა? что сказать. Я видел, он Чем на თვალწინ молодых გარდაიცვალა. умирал, я каждую субботу его ყოველ შაბათს забирал, მომყავდა ჩემთან სახლში, привозил себе домой. სამსართულიან სახლში, Трехэтажный რომელიც особняк, მდინარეს ზემოთ 2500 метров. 2500 კვადრატულ მეტრზე აშენებული. И я და видел, как ვუყურებდი он როგორ умирает. ეცლებოდა სიცოცხლე. Богатый человек. დიდარი ადამიანი იყო, Все бывает. მაგრამ ყველაფერი ხდება. Поэтому ხშირად раньше წერდნენ мы ხოლმე писали ადრე. часто, зачем ეს они ხალხი რატომ плодятся, მრავლდება? зачем они რატომ აჩენენ это ბავშვებს? делают или то. რატომ აკეთებენ ამას ან Дорогие იმას? мои люди, ძირფასებო, я 40 მე лет 40 прожил, წელი ისე ვიცხოვრე, ფული занимая სულ постоянно деньги სასესხებელი своих მქონდა. друзей. ხან მეგობრებისგან, ხან მეზობლებისგან, ხან რძისთვის არ ყოფნი და ხან სხვა რაღაცისთვის. И вот, Да, и знаете, როცა когда я გამდიდრდი, разбогател, ვიფიქრე, я подумал, ох, и ო, заживу, ახლა ვიცხოვრებ. буду ложками კოვზი есть შევჭამ эту ხიზილალას. роллу. აი რა კარგი ცხოვრება მექნება. და აი ჩემი დღევანდელი საკვები. ახლა რომ დავამთავრებ საუბარს, დავლევ 9% პროცენტიან იოგურტს. სადილად კი გაჩვენებთ, მაქვს Я вам покажу, это рис. ბრინჯი. Я больше ничего не могу სხვა есть. არაფრი ჭამა არ შემიძლია. Да, ну, მაგრამ ну, мне ეს нравится, მომწონს. вкусно. მართლა Правда, გემრიელია. я вкусно ასე хочу გემრიელად მე познать. არასდროს მიჭამია. И не в икре дело. საქმე ხიზილალაში არ Я არის. счастлив. ბედნიერი что я ვარ с რომ Богом. ღმერთთან ვარ. И вас და приглашаю თქვენც в это გიწვევთ же ჩვენთან. компанию. Помогайте დაეხმარეთ людям. ადამიანებს. Вы ამით открываете საკუთარ этим გულს ხსნით, свои сердца. საკუთარ სულს ხსნით. Души открываете. Написано в Библიაში Библии, წერია, если ты თუ дал, მიეცი, ну, там, правда, написано იქ занят, მართალია да, წერია ასესხე. то ты дал მაშინ мне. შენ მე მომეცი. Ты ასე წერს ему უფალი. дал. შენ მას Ты არ не дал მიეცი. старушке არა ბებოს, или არც маленькому ребенку. პატარა ბავშვს. Ты дал შენ Богу. ღმერთს აძლევ. Так написано. ასე წერია в Библии. И ბიბლიაში. вы можете на და сайте შეგიძლიათ на моем ჩემ საიტზე ნახოთ ის თავი, სადაც ეს სიტყვებია. главу и где написаны эти строки. Самое ყველაზე большое დიდი счастье, ბედნიერება, чему я вас რომლისკენაც მე თქვენ, ყველა ქველმოქმედს და გაჭირებულ ადამიანს გიწვევთ, приглашаю, ეს არის это жить с ცხოვრება Богом. ღმერთთან. Сказано, წერია, верь, იწამე, надейся, კონდეს იმედი, გიყვარდეს бойся, და ერიდე огорчить ღვთის Бога. დაღონებას. И самое და главное, მთავარი, уповай. ენდე მას. Я говорю მე вам, 74 წლის 74 ასაკში გეუბნებით. что Бог ღმერთი это ეს არის любовь. სიყვარული. Он любит მას тебя, ერთნაირი ძალით უყვარხარ бедного შენს, и ღარიბიც და богатого, მდიდარიც. с одинаковой силой. Уже другой вопрос, უკვე სხვა თემაა, как ты реализуешь შენ როგორ себя, გამოიყენებ ამ и ცხოვრებას. станешь ли ты გახდები თუ არა миллиардером, მილიარდერი, войдешь მოხდები თუ არა в Forbes-ის სიაში, Forbes, или ты будешь თუ იქნები бедным. ღარიბი. მისთვის ამას Для მნიშვნელობა него არ это, აქვს. ну, совершенно не важно. Но если ты მაგრამ уповаешь на Бога, თუ შენ ღმერთს уповаешь ეხტნობი, всем მთელი გულით сердцем, ენდობი მას веришь, და გწამს, რომ что всё, ყველაფერი, что делается რაც в ამ этом სამყაროში мире, ხდება, делается для შენთვის тебя. ხდება, Ты счастливый შენ ხარ человек, ბედნიერი ты ადამიანი. подумай, დაფიქრდი, если у тебя თუ ничего არაფერი не გტკივა, болит, если თუ მშიერი ხარ, голодный не არა страшно, я უშავს, тоже бываю часто ხშირად голодный, მეც потому что მშიერი ვარ, боюсь რადგან разжиться მეშინია რომ არ своим გავსუხდე. возрастом, да, სამწუხაროდ начинаешь ასაკთან набирать ერთად вес. ადამიანები Если бы я წონაში плавал იმატებენ. каждый день по 3 ყოველ დღე километра, я 3 бы, კილომეტრს наверное, რომ არ ვცურავდე, ალბათ был бы ნამდვილი как ტახი мама. ვიქნებოდი. Нет, нет. არა, არა. Вот. Ты შენ всегда ყოველთვის под его მის контролем. კონტროლ ქვეშ ხარ. И пройдет და несколько გავა дней, რამდენიმე დღე, ღამე, ночей, თვე, месяцев, კვირა. недель,
И ты და მიხვდები, узнаешь, რომ ის რაც что то, что случилось, მოხდა и და ты გეგონა, считал, რომ что это ცუდი იყო, плохо, на самом деле წინამძღოლში это კარგია. хорошо. Это хорошо. კარგია. Пример? მაგალითი Нет გინდათ, проблем. პრობლემა არ არის. У меня был ყავდა товарищ, ერთი მეგობარი. и ის его, он ჩემზე уже был უფროსი იყო. старше меня, его გაქურდეს. обокрали. Причем თანაც с наводки საკუთარი его же შვილების детей წაქეზები. всё. До ყველაფერი копейки წაართვეს, ему ბოლო თეთრამდე. забрали. დარჩა უსახსროდ. И он остался რა თქმა უნდა, без ничего. Конечно же, მის დონეზე его მყოფი მეგობრები уровня დაეხმარნენ. друзья, ის помогли უკვე ему, აღარ მუშაობდა ну, работать он уже და не არც мог, სჭირდებოდა, რადგან и он не нуждался. ჩვენ სასაკში Ну, потому что в нашем დასაცმელს უკვე возрасте მნიშვნელობა уже აღარ აქვს. одежда не важна. Вы видите, я всегда ხედავთ, в одной рубашке. სულ ერთსა და იმავე პერანგში დავდივარ, სხვათა შორის. Но прошло полгода, გავიდა и ნახევარი он წელი, как-то ко ერთხელ мне მოვიდა подходит, ჩემთან და говорит, მითხრა: «Знаешь, იცი, вот ты мне говорил, что შენ Бог ამბობდი, რომ ღმერთს всегда ყოველთვის меня უყვარ любит, ხარო. и я მე теперь კი тоже მხოლოდ понял, ახლა если бы გავიგე ეს. меня не обокрали, მაშინ რომ არ გავეკურდე, მე დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. я бы покончил თვითმკვლელობით жизнь დავასრულებდი სიცოცხლეს. Потому что ты შენ видел, ხომ как я ხედავდი, работаю, როგორ и მუშაობდი? от этого избавиться და ამას невозможно. ვეღარ Когда გავექცეოდი. бизнесмен открывает როდესაც какие-то ბიზნესმენი ხსნის предприятия, რომელიმე от него საწარმოს, зависит, მასზე вот, ბევრი например, რამ არის сейчас 20 დამოკიდებული. 000 человек. აი ჩემზე Ну, 20,000 завтра ადამიანი я იყო დამოკიდებული. брошу это ხვალ дело, რომ დავტოვო ეს საქმე, бросил бы. Ну пусть это თუნდაც он говорит. ის ამბობს ამას. И они без და ისინი зарплаты დარჩებიან и стоят ხელფასის и გარეშე, просят милости. დადგებიან Или, не знаю, ქუჩებში не და страдают. მოწყალებას ითხოვენ. არ ვიცი. Невозможно. დაიტანჯებიან, ეს წარმოუდგენელია. ხოლო Эти родственники с ეს бандитами ნათესავები негодяи, ბანდიტებთან ერთად но ნაძირალები они არიან, освободили меня მაგრამ მათ от этой გამათავისუფლეს ამ ვალდებულებისგან. И пусть многие და не იყოს ასე, узнали, что я не ბევრმა смог ვერც გაიგო, больше რომ работать, მე ვეღარ и გავძელი, что там ვეღარ дальше ვიმუშავე. происходит, говорит он, я не და რაც знаю, იქ на შემდეგ этих ხდება, заводах არ и ვიცი, იმ фабриках, ქარხნებსა და но ფაბრიკებში. у меня მაგრამ მე нет აღარ მაქვს возможности этим შესაძლებლობა заниматься. ამით დავკავდე. И я живу და მე ახლა полной სრულ ფასოვნად жизнью. ვცხოვრობ. Я радуюсь მზე солнцу. მიხარია. Я, ну, многое ბევრს рассказываю. მიყვებოდა. Знаете, я был так მე კი счастлив. ისეთი ბედნიერი ვიყავი. ჩვენიერი მომენტი იყო. Друзья, მეგობრებო, ეს ჩემი მორიგი გამოსვლა, ახლა უფრო ხშირად გამოვჩნდები, არ დაგავიწყდეთ. ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ, მართლა ძალიან რთულია ჩემთვის. და მიჯერეთ. სამწუხაროდ საქართველოში ხალხს დიდად არ უყვარს შრომა. მე ამ საქმეს ბოლო ძალებით ვაკეთებ. მხოლოდ ერთი მიზნით, რომ თქვენგან ამოვიყვანო სული. სული, რომელსაც ეშმაკი ცდილობს ღმერთს ჩამოარიდოს. რომ შეიყვაროთ მოყვასი, ისე როგორც ქრისტემ შეიყვარა ის. და მაშინ არ ვიცი, ამბობენ ხოლმე, ჩემ აფურთხეთ სახეში, არა, არ მინდა ასე. მაშინ მოდით გავცვალოთ გამოსვლები. მზად ვარ თქვენგან ავიღო ინტერვიუ. თქვენ თვითონ მოყვებით, როგორ გახდით ბედნიერი ადამიანი. თუ ვინმეს დაეხმარეთ, ჩვენ ვაკეთებთ ანგარიშებს, აიღეთ ფოტოები და დაიდეთ ხატთან ახლოს. ეს ღვთისმობა არ არის. თქვენ დაინახავთ იმ მომაკვდავი ადამიანების სახეს, ვინც სიკვდილის კლანჭებიდან ამოიყვანეთ. Тем, что ему помогли. იმით რომ Что დაეხმაროთ. касается сколько ახლა რაც შეეხება კითხვას, помолитесь. не რამდენით обязательно უნდა დაეხმაროთ? деньгами. ილოცეთ. Нет денег, не нужно სავალდებულო нам არ денег. არის ფულით დახმარება. არ Сделайте გაქვთ ფული, перепост. არ გჭირდება ფული, Не გააზიარეთ, давайте людям არ наличные, გადასცეთ ხალხს ничего не ნაღდი ფული, носите. არ Мы მიუტანოთ проводим არაფერი. в конце совещания, ჩვენ определяем, შეხვედრის что ბოლოს нужно ვთქვეთ, людям. რა სჭირდება Потом мы ადამიანებს. вернемся к ним. შემდეგ მიუბრუნდებით Никого не მათ. оставим. არავის Тех, დავტოვებთ. кого 5 ვისაც лет назад 5 წლის წინ помогали, დავეხმარეთ, и 4 თუ 4 года წლის წინ, назад. Все ყველა დღეს теперь ჩვენთან, они под თქვენთან нашим с ერთად вами контролем. კონტროლის ქვეშაა. Но если вы მაგრამ თუ кровать თქვენ იყიდეთ купили, и საწოლი мы купили და ჩვენც прежде ვიყიდეთ в საწოლი один день, то და зачем ერთ вам დღეს две მივიტანეთ, кровати? Ну, одним რაც вторую უნდა кровать თორი купили. საწოლი. ხო, Я шучу. მეორეს Не გაყიდიან სასმელის გამო, ხუმრობ, Не არ проблема, გაყიდიან. пусть рожают. და კიდევ გაუჩნდეთ Грузии შვილები. нужны люди. საქართველოს ჭირდება ხალხი, Грузия становится რადგან საქართველო страной ხდება без ქვეყნად მოქალაქეების გარეშე. И может так случиться, და что мы შეიძლება ისე потеряем მოხდეს, რომ какие-то სახელმწიფოებრიობაც В истории დავკარგავთ. человечества таких случаев было очень. и ადამიანთა очень ისტორიაში много. ასეთი Были შემთხვევა ძალიან ბევრი огромные ყოფილა. государства. არსებობდნენ დიდი სახელმწიფოები, ხოლო დღეს ისინი აღარ არიან. Только язык მხოლოდ остался. ენა დარჩა. Забыл. და მოვიწყდა. Ну, შეიძლება можно и ისედაც египет გავიხსენოთ. вспомнить. Были другие. იყო სხვა очень ძალიან большие დიდი государства, სახელმწიფოები. очень большие. Были იყო государства. მაკედონიის и სახელმწიფოც. и всё ост- Где სად არიან они? ისინი? Нету их. აღარ არიან. Заботьтесь. იზრუნეთ განსაკუთრებით ბავშვებზე.
და არ არის სავალდებულო დაეხმაროთ მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი კვდება. მუდმივად ჭირდება დახმარება. ვიღაცას სახლი დაეწვა, ვიღაცას ციდან წყალი ჩასდის პირდაპირ სახლში, თაგვები დარბიან სახლში. თუ წერთ რამეს, დაიჯერეთ. არავინ მოგვატყუებს. გისურვებ წარმატებას, ყველაფერს ყველაზე საუკეთესოს. არ დაგავიწყდეთ და აურეკოთ მშობლებს. ისინი ელოდებიან თქვენი ხმის გაგონებას. უთხარით, რომ ბედნიერები ხართ. მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერ კარგს გისურვებ. აბა დროებით, შემდეგ შეხვედრამდე.